მეხუთე მცდელობიდან ვიწერ ვიდეოს ძალიან მახვალებს და ვერ ვლაპარაკობ გადაბმულად. სავარაუდოდ კორონა მაქვს, ამიტომ ეს დღები საერთოდ ხმა არ მქონდა, ვერ ვიწერდი ვიდეოებს. დღეს ოდნავ ხმა გამიჩნდა, მაგრამ აი ახლა ლაპარაკს რო ვიწყებ და ერთი წუთი მაინც ზედიზედ თუ ვლაპარაკობ, მეწყება საშინელი ხვედრა. ხო და რაზე იქნება დღევანდელი ვიდეო? 2 დღის წინ ერთმა ჩემო მეგობარმა, რომელსაც არ ვთვლი რომ უტვინოა, არ ვთვლი რომ ჭკვიანი არ არის, დამისვა კითხვა, რატომ დაკიდა ოპოზიცია 4 ოქტომბერი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე ძალიან ბევრჯერ გაიცა პასუხი ტელევიზიებით, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ რატომ აირჩა ერთი კონკრეტული თარიღი. მოდით ახლა ამ კუთხით ვილაპარაკოთ. მე 2 ვიდეო გადავიღე იმაზე, თუ რითი განსხვავდება 4 ოქტომბერი აქამდე არსებული სხვა პროცესებისგან, რაც მთელი 13 წლის განმავლობაში იყო. ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რატომ გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა, რომ კონკრეტული თარიღი დაესახელებინათ. და უბრალოდ კი არ გავამართლებ ამას, რომ არა უშავს, რომ გამოაცხადეს კონკრეტული თარიღი, ეს არაფერს ხელს არ უშლის. პირიქით, დაგანახებთ, რამდენად გენიალურია ეს გადაწყვეტილება. ესე იგი, პირველ რიგში 4 ოქტომბერი იმიტომ აირჩა ბატა ბურჭულაძემ, რომ 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი აპირებს ისეთი არჩევნები ჩაატაროს, რომლებსაც დამკვირვებელიც კი არ ეყოლება. წინა, რომელიც ძალიან გააყალბა და საშინელად გააყალბა, დამკვირვებლებით გააყალბა და ამჯერად დამკვირვებლებიც კი არ ჩამოდიან, ანუ სრული ცირკია. რაღაცა ისეთი, რაც ალბათ ბელორუსშიც არ ხდება, ესეთი რომელიღაცა 2 აფრიკული ქვეყნიდან ჩამოდიან დამკვირვებლები და ბელორუსიდან მხოლოდ, მეტი არ საიდან. ევთოდირი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აპრავებდა ხიხოს არჩევნებს და ცნობდა მათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვცნობდით, იმათაც კი უარი თქვეს დამკვირვებლობაზე. და არ უნდა დაუშვა ასეთი არჩევნები ქვეყანაში. უძალიანესად დიდი სირცხვილია. გარდა იმისა, რომ სირცხვილია, იმედია ჩემს მაყურებელს ყველას ესმის, რომ არჩევნებზე არ უნდა წავიდეს. ვინმე თუ აპირებთ წასვლას, ამ ვიდეოს ქვეშ დამპლეუსდით, რომ მე დაგბლოკოთ. ასეთი ხალხი ჩემ არხს არ უნდა უყურებდეს. გამარჯვებას არ უნდა მეუბნებოდეს ქუჩაში. ერთი ამიტომ, რომ ცირკი არ უნდა დაუშვა. მეორე იმიტომ, რომ ამ არჩევნების მერე ხიხო გეგმავს, რომ აკრძალოს პარტიები, რომელიც მას არ მოწონს, არ ევასება. მესამე, იმიტომ, რომ როგორც კი დაინიშნა რაღაცა თარიღი და მე წინა 2 გადაცემაში ვლაპარაკობდი იმაზე, რომ არასდროს არ ყოფილა ისეთი აქცია, სადაც ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ ვამხობთ, რომ რამეს კი არ ვითხოვთ, კი არ ვტირით იმაზე, რომ გავრილოვი რატო ჩამოიყვანა, არ ვტირით იმაზე, რომ რუსული კანონს იღებს, არ ვტირით იმაზე, რომ უვიზოს გვაკარგვინებს. არა, პირდაპირ ვეუბნებით, რომ მიდიხარ და თან გადადგომასაც კი არ ვთხოვთ. ამაზე მე უფრო მოგვიანებით ვილაპარაკებთ, როგორ მიდის ეს ყველაფერი და როგორ უნდა ჩაიაროს. პირდაპირ ვამბობთ, რომ 4-ში ვუშვებთ. და როგორც კი ითქვა ეს, რომ ეს მოხდება კონკრეტულად 4-ში, იმ დღიდან დღის წესრიგი აეწყო ამ თარიღზე. ეს მოხდა 31 ივლისს მე მგონი. და 31 ივლისიდან ყველა ნიუსი იმაზეა, რომ რა მოხდება 4 ოქტომბერს. ვერაფრით ვერ გადაფარა ამ ნიუსის ამ ნიუსის მთავარობა, ასე ვთქვათ. რა სკანდალები არ მოაწყო, ვინ არ დაიჭირა კორუფციაზე, რა ძალიან დიდი თანხები გამოაცხადა კორუფციით, ამდენი მოკპარეთო, იმდენი მოკპარეთო. ყველაფერი მეორე და მესამე ხარისხოვანია, მაინც ყველა ნიუსი და ყველა ტელევიზია ლაპარაკობს 4 ოქტომბერზე.
ეს შუმოპოზიცია გამოსირებული ჯერგოლეიშვილი, მელგოლეიშვილები და ხოშტარიე-მოშტარიები რო იძახდნენ, რომ არ უნდა თქვა, რომ დღეს აკეთებ რევოლუციას, როდესღაც თავისთავად მოხდება, თავისთავად ხალხის ტალღა გამოვა და თავისთავად როდესღაც და აი ამისთვის უნდა იყოს ხალხი მზად, რომ თავისთავად როდესღაც მოხდება და არა იმისთვის, რომ მაინც ამოწევ 4 ოქტომბერს. წარმოგიდგენიათ, რო ეთქვა პაატა ბურჭულაძის, მე ვაკეთებ რევოლუციას, ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად რა რიცხვში. ამიტომ მოდით თავისთავად მზად ვიყოთ, რომ ნებისმიერ დღეს ეს შეიძლება მოხდეს. ეს საერთოდ ნიუსი იქნებოდა თუ არა. ნიუსიც კი არ იქნებოდა, ამას ერთი დღეც არ დაეთმებოდა ტელევიზიებში. და როდესაც თქვა კონკრეტული თარიღი, იმ დღიდან ტელევიზიები მარტო ამაზე ლაპარაკობენ. და YouTube არხებიც. ზოგი YouTube არხი დასცინის, ზოგი ჩემსავით. თუმცა აი ზუსტად რომ ამბობდეს, რომ 4 ოქტომბერს იმისთვის უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რომ გავემარჯვეთო, მე მგონი არც ერთი YouTube არ ამბობს, მარტო მე ვარ. კიდე დღის წესრიგი რო დაიხუია ბოლო 13 წლის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა ისე, რომ დღის წესრიგი ყოფილიყო ჩვენ ვრეაგირებდით მუდმივად იმაზე, თუ რა ბონძღობებს აკეთებდა ოცნება. ეს იყო მესამე პუნქტი. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან აიწია ხალხში გრადუსი, ძალიან ბევრი ხალხი აპირებს გამოსვლას, ჩამოდიან საზღვარგარეთიდან, იმიტომ რომ კონკრეტული თარიღი იციან. კონკრეტული თარიღი რო არ ეცოდნოდათ, ვინ ჩემ ფეხები ჩამოვიდოდა, არავინ არ ჩამოვიდოდა. ამიტომაც არის გენიალური კიდე ერთი პუნქტი. მე-5 ჩემ არხს 5 წლის განმავლობაში დაუგროვდა 9,5 ნახვა. ერთი კვირის წინ ქონდა 9,5 ნახვა. ერთი კვირის წინ 20-20-დან 20-25-მდე 9,5 ნახვა. და ხვალ მექნება 1 მილიონი. ანუ ბოლო ერთ კვირაში ნახვები იმდენივე აქვს არხს, რამდენიც ქონდა 5 წლის განმავლობაში. რატო? იმიტომ რომ 4 ოქტომბერზეა საუბარი. და იმიტომ რომ 4 ოქტომბერზე საუბარი ძალიან გსიამოვნებთ, ძალიან ბევრი ხალხი უყურებს იმ მოკლე ვიდეოებს, რომელსაც ვდებ. ძალიან ბევრი აკომენტარებს, ძალიან ბევრი წერს მოვდივართო, ძალიან ბევრი წერს და ემუქრება ხიხოს იმას გიზამთ ამას, გიგამ გამხობთ და დედის იმას და დედის ამას და მამის საფლავს და ყველაფერს. მე-5 პუნქტი რატომ იყო სწორი და გენიალური კონკრეტული თარიღის გამოცხადება. ამიტომ ძალიან სწორი გააკეთა პაატამ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან სწორი გააკეთა, რომ ძალიან დიდი ზეწოლა იყო მასზე თვითონ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში, შუმოპოზიციაში. ძალიან სწორი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმა, რომ პაატას დაუჭირა მხარი. ესეც ძალიან სწორი იყო. მე მთელი ეს 13 წელი ველოდები იმ მომენტს, როდესაც მე ხო ყოველთვის მესმოდა, რომ ერთადერთი საქმის გამკეთებელი ამ ქვეყანაში ხალხი ვართ, მიშისტები. მარტო მიშისტებს ყოფნის ინტელექტი, მარტო მიშისტებს ყოფნის ძალა, მარტო მიშისტებს შეგვიძლია 13 წლის მერე კიდე შევქმნათ დღის წესრიგი. ახლა უკვე ხაბეისტებს. ბელადომანიას რო გვაბრალებდით. და სულ ველოდებოდი იმ მომენტს, როდის დადგებოდა, რომ ეს მიშისტები ავდგებოდით და ყველას, აბსოლუტურად ყველას ოცნებიან შმოპოზიციანა ვეტყოდით. აი ხა დადექით და რუსკი კარაბლის გზას მიყევითო. მთელი ეს 13 წელი ხო ვეხვეწებოდით და ვემუდარებოდით ხალხო, მოდით გავერთიანდეთ. 24-ის არჩევნებზეც კი მიშა ამბობდა, რომ გავაუქმებ ხუთიანს.
საერთოდ ჩვენი პარტიას არ ქონდეს თავისი ნომერი. გავერთიანდეთ, მე არ ვიქნები სიაში საერთოდ. ჩემი პარტიის ხალხი არ იქნებიან სიის პირველი ნომრები. უბრალოდ გავერთიანდეთ და დავაყენოთ ერთიანი კანდიდატი. ვინც გინდათ ის იყოს კანდიდატი და ამ შურიან ბოღმიან ხიხოსთან გარიგებულ ვაგზლის ბოზებმა არაო. ეს ხო ერთადერთი შანსი რომ 24 წლის არჩევნები მოგვეგო, თუ მთლიანი ოპოზიცია ერთი კანდიდატით გამოვიდოდა. და ეს შანსი ხიხოს აჩუქეს. გვარამია მელია, ხოშტარია ჯაფარიძეებმა. და როგორც იქნა დადგა ის მომენტი, როცა საქმის გამკეთებელ ხალხმა, მიშისტებმა, უმრავლესობა მანდ მიშისტები ვართ, ყველას უთხრეს, აი ახლა დაელაგდით, სიმაღლის მიხედვით და აი მიმართულებით მიბრძანდით. 4 ოქტომბერს გამოდის ხალხი და ვაკეთებთ ამას. რას ვაკეთებთ ახლა? არ ვითხოვთ არაფერს, არ ვითხოვთ რომ ხიხოსადმე წავიდეს. არ ვითხოვთ რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. არ ვითხოვთ რომ ვინმე გაუშვას, არ ვითხოვთ რომ ოცნება დაშალოს, არ ვითხოვთ საერთოდ არაფერს არ ვითხოვთ. იქნება კენჭისყრა. საყოველთაო ეროვნული რუსთაველზე რამდენი 1000 ადამიანიც გამოვა, იმდენი 1000 მისცემს ხმას იმას, რომ იმ წუთიდან ქართული ოცნება ძალაუფლებაში აღარ არის. თავისი ის ცირკია თუ რაც არის შმარჩევნები, როგორც არ უნდა დათვალონ, რანაირადაც არ უნდა დათვალონ, რამდენი მილიონიც არ უნდა დაიწერონ, ქუჩაში იდგება ის ხალხი, რომელიც ხმას მისცემს იმას, რომ ის არაფერს არ ნიშნავს და რეალური კენჭისყრა ხდება აი აქ, რუსთაველზე. და იმ მომენტიდან ძალაუფლება არის ჩვენი. და იმ მომენტიდან ჯერ ერთი ვინც ხალხზე გაბედავს და ხელს აწევს. ამათ საზრდოობაზე კიდე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ. იმან მერე დააბრალოს თავის თავს რაც დაემართება. იმიტომ რომ იმ მომენტიდან ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება და ყველანაირად არალეგიტიმურია რუსთაველზე მყოფ ადამიანებზე ხელის აწევა. ახლა საცოდაობაზე იმდენად ეშინიათ და იმდენად არ ყოფნით გედედე, ახალი გედედეს უფროსზე ხო იცით ამბავი, რომ ტრუსკებს პარავდა ხალხს ნასამართლევია იმაზე, რომ ჯარში თუ იმაში სპეცრაზმში იპარავდა ტრუსკებს და ტუშონკას. ხო და მე ვიცახი რომ იმისთვის რომ არ მოგვიახლოვდეთ ტუშონკები მოვიმარაგოთ და შორიდან ვესროლოთ, რომ იმის ხიკვით იყოს დაკავებული და ჩვენთან ახლოს მოსვლა არ დაჭირდეს და თუ ახლოს მოვიდა სავარაუდოდ დაკავდება იმით, რომ გაგძორცვავს და წაგვართვეს ტრუსკებს და ჩავიცვათ რამოდენიმე 4-5 საცვალი ერთად ჩავიცვათ, რომ ვერ მოგვპარონ. აი ასეთ სასაცილოობამდეა დასული ამათი იერსახე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ გედედეში შიგნით არავის არ უნდა ასეთი სამარცხვინო საცუდავი ადამიანის ბრძანებების შესრულება, რომელიც ასამართლევია ტრუსკების მოპარვაზე. აი დარწმუნებული ვარ. რომ 70% უბრალოდ უარს იტყვის ბრძანების შესრულებაზე და მაგ 30%-ს ძალიან ადვილად მოვერევით. ეს სიტუაცია რო ესმით, იმიტომ ჩამოყავთ. ტიტუშკებიც ხო ვილაპარაკე წინაზე, რომ აღარ ყავთ. ტიტუშკები აღარ ყავთ, იმიტომ რომ ხარება არ არის, გომელაური არ არის და ყველაზე ძლიერი მეტიტუშკები ესენი იყვნენ. ნოშკო ნამორაძეს ფული წაართვეს და თავის ტიტუშკებს ვერ აფინანსებს, ტიტუშკები დარჩა მარტო კალაძეს, რაღაცა ქართველი ტიტუშკების რაღაცა რაოდენობა და ჩამოყავს კიდე ჩრდილო კავკასიელი ტიტუშკები, რომელიც ჩამოდიან იმ საბაბით, რომ ვითომ MMA-ის ჩემპიონატია.
მე მგონი ძალიან სასაცილოა, რომ ჩვენ ახლა მათ შეგოშინდეს. 5000 იქნება თუ 500. ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ, რომ როცა ბევრ ხალხს დაინახავენ ქუჩაში, მაქსიმუმი რაც მათ შეეძლებათ ეს ის, რომ პირადად კალაძე დაიცვან და თუ კალაძის ცემა მოგვინდება ჩვენ, აი რომ ჩვენ ვერ ვცემოთ კალაძე, მხოლოდ ამას თუ ეყოფიან იმ მახაჩევ-ჩიმაევის სასტავი. ხალხზე რო ხელი ამათ აწიონ, გამორიცხულია აბსოლუტურად. ამდენათას ქართველს ერთად რო დაინახავს, ვერც ერთი ჩრდილო კავკასიელი იქ საერთოდ იმ ფაქტები დაემართებათ. იმიტომ რომ მათ ამდენი ათასი ხალხი საერთოდ ცხოვრებაში არასდროს არ უნახავთ. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ. ბოლო 5 წელი გავრილობის ღამის მერე რამდენჯერ ვართ ბევრი ერთად გამოსულები და იმათ ამდენი ხალხი ერთად არასდროს არ უნახავთ. მათთან ხო არ ხდება ასეთი არც აქციები ხდება, აქცია ან რამე თუ მოხდება პროტესტი, იქნება რა 5 კაცია. ან სოფლის პროტესტი, ან ქალაქის პროტესტი. ამდენ 1000 ხალხს რო დაინახავენ, ისე ჩაისვრიან, რომ საით გაიქცნენ არ ეცოდინებათ. ამიტომ მე ვთვლი, რომ დიდად იქ არაფრის გაკეთება არ მოგვიწევს. თავარია რომ მოვიდეთ, შვიდად დავდგეთ დროშებით ხელში. ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი თუ რეგიონიდან მოდიხართ, ხო ალბათ ჯობია რომ საერთოდ სამში ჩამოხვიდეთ. დასარჩენი მოიძებნება, ნუ გეშინიათ იმის, რომ ვერსად დასარჩენი ვერ გექნებათ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი თბილისელი დაიტოვეს დღეს გამოაცხადეს, რომ ჰოსტელები და პატარ-პატარა სასტუმროები უფასოდ იტოვებენ ხალხს და გარდა ამისა, ნებისმიერი პირდაპირ ხალხს რომ მიადგეთ სახლებში, ყველა დაგიტოვებთ. მეც მომადგეთ, შეგიძლიათ მეც მომადგეთ. მოიმზადეთ იმისთვის, რომ წინასწარ უზრუნველყოთ თქვენი ნორმალური ჩამოსვლა, რომ სადმე ქუჩაში არ გაიჭედოთ და გზაში არ გაიჭედოთ. თბილისის უბნებიდანაც დროზე გამოდით. მე მაგალითად 10:30-ზე გამოვდივარ სახლიდან. იმიტომ რომ დიღომში თბილისი მოლთან 12-ზე იკრიბებიან მოტოები, ველოსიპედები და ისინი როლერები თუ რა ქვია მაგას. კალაძე როდადის ქუჩაში. სკეიტები. 12 საათზე დაიწყებენ აქ შეკრებას და 12-დან აქ ისეთი ის იქნება ტრასაზე, რომ მე მგონი ვერ გაივლე. ამიტომ დილიდანვე გამოდივარ სახლიდან. მანქანას ვაყენებ ოდნავ მოშორებით. პირდაპირ იქ რუსთაველის ახლომახლოს არ დავაყენებ. ოდნავ მოშორებით დავაყენებ, რომ დაცული იყოს და დარწმუნებული ვიყო, რომ არ დამილეწავენ. და მე ნელ-ნელა ფეხით და მეტროთი და რაღაცნაირად 4 საათზე ამოვალ რუსთაველზე. თავარია მოვიდეთ. ყველაფერი დანარჩენი უკვე მოფიქრებულია. პირველი იქნება კენჭისყრა და კენჭისყრის მერე თქვენ ნახეთ კოცებს რა დაემართებათ. ჯერ ერთი ძალიან სასიამოვნო საყურებელი იქნება კოცების სახის ალეწვა და ახელვა. გირჩევთ, რომ ამ სასიამოვნო სანახაობას არ უყუროთ ტელევიზორით. საკუთარ თვალით დაინახეთ ეს. ეს პირველი. მეორე. მე მაგალითად 9 აპრილს პატარა ვიყავი, მაგრამ პატარობას კიდე არ აუშევ. შეიძლება თბილისში რომ ყოფილიყავი, მე სოხუმში ცხოვრობდი. ამიტომ 9 აპრილს არ ვიყავი რუსთაველზე. თბილისში, ანუ თბილისელი მაშინ რომ ყოფილიყავი, გონია რომ 9 აპრილს ვიქნებოდი რუსთაველზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი 8 წლის თუ 7-ის. ვარდების რევოლუციის დროს უკრაინაში ცხოვრობდი. უკრაინაში არანჟევა რევოლუციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ვარდების რევოლუციაში საქართველოში არ მაქვს მონაწილეობა მიღებული. და აი ახლა ეს ორივე უნდა ავინაზღაურო ერთად.
აი ახლა ისეთი მომენტი იდგება, რომ 4-ში იქ თუ მივალთ, ჩავთვალოთ, რომ 91 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის რეზოლუციაზე ხელს ვაწერთ. 9 აპრილსაც იქ ვართ. 23 კი არა და 2003 და ვარდების რევოლუცია 23 ნოემბერით იქ ვართ. და ყველა მნიშვნელოვანი ეს 3 თარიღი ერთიანდება ერთში. და საერთოდ წინა საუკუნეში გადადის და აი პირველი რესპუბლიკის აღორძინებაში ვიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბერს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ასეთი თარიღის არ გაზიარება ქართველი თავის თავს ვერ უნდა პატიობდეს. წესიერი კი არა, საერთოდ ქართველი რა. თუ ადამიანი თავს ქართველად თვლის, ეს თარიღი უნდა გაიზიაროს და ამ თარიღში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. 4 ოქტომბერს გელოდებით ყველას. არა უშავს თუ ვირუსებიანი ვიქნებით. იმიტომ რომ ბევრად უფრო უარესი რაღაცა გჭირს ვიდრე კორონა, ხიხო ვირუსი და რუსული მთავრობა კორონაზე 1000-ჯერ უარესია. თუ არ კვდები, პირდაპირ მნიშვნელობით თუ არ კვდები, აუცილებლად იქ უნდა მოხვიდე. საქართველო იქნება დეოკუპირებული. ხო, 5 ოქტომბრიდან, ამას ხო 4 ოქტომბერს ვაკეთებთ. 5 ოქტომბრიდან ვიწყებთ ფიზიკურ მზადებას. ახლა ხო სულ ვლაპარაკობდით. მე პოლიტიკას ვაყალიბებდი. დეოკუპაციის პოლიტიკას ვაყალიბებ 2019 წლიდან. საბოლოოდ ჩამოვაყალიბე წელს, 6 წელი ვაყალიბებდი 5 პუნქტიან დეოკუპაციის პოლიტიკას და 5 ოქტომბრიდან დავიწყებთ ფიზიკურად მომზადებას იმისთვის, რომ ეს დეოკუპაციის პოლიტიკა განვახორციელოთ. საქართველო იქნება დეოკუპირებული, უკრაინა იქნება დეოკუპირებული, შავ ზღვაზე არ იქნება რუსეთი და ბორია რო არსად არ იქნება ჩვენი ხიხო ივანიშვილი. ეს ხო ცხადზე ცხადია. შევხვდებით.